საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა გორში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა. პრემიერ-მინისტრი ადგილზე გაეცნო ციხისუბნის სარეკონსტრუქციო სამუშაოებს, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. ვანო მერაბიშვილი დასაქმებულ ადგილობრივებს და გორის მოსახლეობასაც გაესაუბრა. რა ძველი იყო, კარგი, ის კარგი გამეკეს. მაგრამ ეს ბალკონი ძველი იყო? ხო. ჰა? ეს ბალკონი ძველია. ეს იყო მარტო ის იყო. ხოლო თქვი იყო ვერცხლის ფლა ჩეღებელი და ძალიან აჭყედა და დაიწმინდა ისე ყველანაირი ეგ ის იქნება გაკეთებული ხიდან ფასტიკი. შოკოლად მასას სულ რაღაცა ესე. გაგა როგორ ახარ გაგა? გვერდზე დავიხარ. იქით ვიყავი წინ. ციხისუბნის დათვალიერების შემდეგ ქვეყნის პრემიერი არქიტექტორებთან ერთად გორის ციხეზე ავიდა, სადაც ციხის რეაბილიტაციის საკითხი განიხილა. პრემიერმა არქიტექტორებისგან დეტალური გეგმები მოისმინა, რომლის განხორციელებაც უახლოეს მომავალში დაიწყება. შეიძლება ეს ეკლესია და ისა უკვე ერთ აქცენტს შექმნის და შესაბამისად აი ამ ნაწილში გავაკეთებთ მაგ დატვირთვას თავისი გადასახედით და ეს იქიდან ამოვედით ჩვენ, ანუ უკვე ერთი აქცენტი ამოსვლისთვის და ეფექტისთვის უკვე გვაქვს. თან თავისი აქ თავისივე ხო. აქ ეს ამ უბნისთვის იქნება და აქედან მოვა გადასახედი, იქ უკვე კაი გამოცდილება გვაქვს შუა უბნისთვის. პრემიერ-მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ გორის ციხის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ ციხე ქალაქის ცენტრი გახდება. ციხის კომპლექსური ღირსშესანიშნაობები კი დროთა განმავლობაში მეტ ტურისტს მოიზიდავს, რაც თავისთავად ქალაქში მეტ სამუშაო ადგილს შექმნის.